წელს უკვე მეორე თვიდან მონაწილეობას ევროპული რეწვის მხატვრული დღეების სამღონისძიებაში და ჩავატარეთ მასტერკლასი, სადაც ქართულ კულტურულ მემკვიდრეობასთან გვქონდა მცირედი შეხება. მოვხატეთ სადარბაზოს კარის მოდელები, აი მის მოდელები და ვფიქრობ, რომ ძალიან ისიამოვნეს ჩვენმა სტუმრებმა. ქმნი არქიტექტურული დიზაინის სანათებს და სუვენირებს, რომელიც აცოცხლებს საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას. ევროპული დღეებია და შესაბამისად ჩვენ თვლით თავს ევროპის ნაწილად და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში, რადგან ახლა ფაქტობრივად ბრძოლა გვიწევს ამ იდეისთვის და მიხარია, რომ გვიწევს ამ ღონისძიებაში მონაწილეობა და იმედია, რომ მომავალში უფრო დავიმკვიდრებთ ადგილს, რადგან ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ. გავამზადე ჩემი ხელით ლამაზი სადარბაზო, რომელიც ძალიან მომწონს და საკმაოდ რთული ყოფილა პალიტრის დასმა. ვფიქრობ, რომ ესეთი რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანია, იცოდეს და ბევრმა ადამიანმა გაიგოს, ანუ ხალხთან იყოს მიტანილი და ვფიქრობ, რომ ძალიან დაინტერესებთ ბავშვებს ეს ყველაფერი, თუ მათ საშუალება ექნებათ, რომ თავის ხელით დაამზადონ ესეთი ლამაზი ნივთები. ხელნაკეთი საჩუქრების სახელოსნო იგრიკა და ჩვენი მიმართულება არის ქართული ორნამენტების, ქართული სიმბოლიკის მოძიება და გაცოცხლება მთელი თავისი ამბებით და ისტორიებით. ხელით კვეთთ საბეჭდავებს, რომლითაც შემდეგში ტექსტილზე გადაგვაქვს ტექსტილის საღებავებით, ეს ქართული ფორმები. დღეს ჩავატარეთ მაგალითად ვორქშოპი, რომლის ფარგლებშიც ჩვენს მე გაცოცხლებული ტრადიცია კეზის ანგელოზის, იგივე კერის ანგელოზის ფორმა ვორქშოპის მონაწილეებმა გადაიტანეს ქსოვილზე და პატარა სუვენირები გააყოლეს თან თავიანთი სახლებისთვის. თუ შენ ერთხელ მაინც შეეხები ამ ისტორიას და ამ კულტურას, შენც მისი მცველი გახდები და ამიტომაც ჩვენი დევიზი არის და ჩვენი სლოგანი, ასე ვთქვათ, რომ ამბავი შენით განაგრძობს თხრობას. ვორქშოპი ჩატარდა ევროპული რეწვის დღეების ფარგლებში, რასაც ჩვენ შევუერთდით დიდი სიამაყით, იმიტომ რომ ჩვენ თვლით, რომ ქართული კულტურა, რომელიც ძალიან დიდი არის, თავისი შინაარსით და თავისი ისტორიით და სიმბოლოებით, ნაწილი არის ევროპული კულტურის, ისევე როგორც ევროპული კულტურა არის დასაზრდოები ქართული და სხვა მას შემავალი სახელმწიფოების კულტურებით. ამიტომ ჩვენ სიამოვნებით მივიღეთ მონაწილეობა ვორქშოპში. ჩემნაირი ადამიანს, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში და ისედაც არანაირი შეხება არ მაქვს გავს ხელობასთან, ძალიან ისეთი შედეგს რო ხედავ, თუნდაც ძალიან მცირე დროში ხელით მუშაობით, ძალიან სასიამოვნო არის. მე მიგაქვს ინტერიერში კიდევ ან ყოველდღიურ ცხოვრებაში ამ ნივთებს იყენებ და რაღაცნაირად სულ მოყვება ის განწყობაც, რომ ის შენი გაკეთებულია. ქართული კულტურა არის იმ დიდი ევროპული კულტურის ნაწილი, რისთვისაც, რაზეც ჩვენ ვთქვათ, თვალი გვიდგას. გვინდა რომ ვიყოთ იმ ოჯახის ნაწილი და ვართ კიდევაც ისტორიულად, როგორი მნიშვნელოვანია რომ გაეცნონ ქართულ აი ამ ტრადიციულ ხელნაკეთ რეწვას და შედეგებს მერე ამოსტატების ქმნილებების.
ევროპული რეწვის კვირეულში ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია და საერთოდ ყველა პროექტში, რაც დაკავშირებული არის ევროპულ მხარდაჭერასთან, ჩვენ დიდი სიამოვნებით ვერთვებით. რადგან ის გვეხმარება განვითარებაში, ცნობადობის გაზრდაში და გვიჩვენს ძალიან კარგ სარაცნობო წრეს.